კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33 პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო 20-ში მე-15 ადგილს იკავებს. მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. სასამართლო სისტემის ხარისხის ინდიკატორი ეფუძნება მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გამოკვლევას, რომელიც პასუხობს სასამართლო სისტემის შეფასების 2 საკვანძო კითხვას. მათ შორის, რამდენად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა მთავრობის ფიზიკური პირების ან კომპანიების გავლენისგან. ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემას მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უფიქსირდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის განმარტებით, ანგარიში ქვეყნისა და სასამართლო სისტემის მურიგი აღიარებაა. უდაოდ არის აღიარება საქართველოს სახელმწიფოს და მისი სასამართლო სისტემის, როგორც თავად კვლევიდან ჩანს, ანგარიშიდან ჩანს, ორი ძირითადი საკვანძო საკითხის მიხედვით შეფასდა სასამართლო სისტემის ხარისხი. ეს არის პირველი, რამდენად არის ის დამოუკიდებელი, მედეგი გარეთ შიდა ჩარევებისაგან, როდესაც მოსამართლე მართლმსაჯულებას ახორციელებს, ეს ერთი და მეორე, რამდენად არის ის ეფექტიანი, ანუ რამდენად კანონმდებლობით ადგენილ ვადებში დროულად და საქმის სამართლიანი და სწორი გადაწყვეტის ფუნქციას ასრულებს. ეს კვლევა ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მასალებს, ანუ არის მაქსიმალურად ობიექტური გარემოებებით განპირობებული ეს ანგარიში. შესაბამისად ეს გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ბიზნეს სექტორი მათ შორის და ასევე სხვა ის ადამიანები თუ იურიდიული პირები, ვინც სასამართლოს სერვისით, ასე ვთქვათ, სარგებლობენ, აი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და მისი ეფექტიანობის ხარისხი მათ კმაყოფილების საფუძველს აძლევს. ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშს მმართველ გუნდში დადებითად აფასებენ. ქართულ ოცნებაში ხას უსვამენ, რომ სასამართლო ქვეყნის შიდა თუ გარე ძალების მხრიდან უსაფუძვლო თავდასხმისა და ცილისწამების ობიექტი ხშირად ხდებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველომ სტრასბურგის გადაწყვეტილებებით ყველა ჯერზე დაამტკიცა, რომ ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მოქმედებდნენ, ცალკეული პირები კი საზოგადოებისთვის ვიწრო პარტიული ინტერესების თავსმოხვევას ცდილობდნენ. Ეჭვი მეპარება, რომ არსებობს კიდე რომელიმე სახელმწიფო, სადაც სასამართლო გადაწყვეტილების, შიდა სასამართლო გადაწყვეტილები, რომელიც იყო საყოველთაო თავდასხმის ობიექტი, შემდეგ მას სტრასბურგში გაემარჯვა და ასეთი მაღალი სტატისტიკა იყოს, როდესაც ბრუსელი გაგაკრიტიკებს სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, რუსთავიორის საქმეზე, ახალაიების საქმეზე და ყველა ამ საქმეს გაკრიტიკებს თან როგორ გეუბნება, რომ ეს იყო კორუფცია, ეს იყო წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება, აქ იყო ჩარევა, ზეწოლა, აი ამ სიტყვებით, ამ ასეთი უკიდეგანო კრიტიკით თავს გესხმის და ბოლოს ყოველ ამ გადაწყვეტილებაზე სააკაშვილზეც, მელიაზეც, გვარამიაზეც, ახალაიაზეც, რუსთავიორზეც, აი თუ აღარ ყოფნის უკვე თითები ჩამოსათვლად რამდენი ასეთი გადაწყვეტილება, ყველგან მარცხდები, ბრიუსელი, ყველა შენი არგუმენტი განულებულია შენ სტრასბურგის მხრიდან და შემდეგ იმალები ბავშვით, რომელსაც არ უნდა აღიაროს, რომ რაღაცა დააშავა. არსებობდა უამრავი საქმე, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული, თქვათ, წარმოებდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ესე იგი პროპაგანდისტული ნიაღვარი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემა არის პოლიტიზირებული, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ თითოეულ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლო გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე და იმაზე, რომ სასამართლო სისტემა და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემა უმჯობესდება და პროგრესირებს, საუბრობს ერთის მხრივ ნებისმიერი ობიექტური კვლევა და მეორეს მხრივ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იღებს. პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დაკავებული 12 პირიდან 7-მა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელექსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე და თემურ ქურციკიძე ყველა მათგანი სრულად აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ამის გათვალისწინებით ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა. 7-ვე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. სამართლებრივ
პროცედურის დასრულებისთანავე აღნიშნული პირები გათავისუფლებიან სხდომათა დარბაზიდან. ახლა ხელახლა უნდა მივმართოთ კვლავ ბრიუსელს, მათ ელჩებს აქ, რას აპირებენ? აპირებენ ახლა დაგმონ თუ არა, თუ ესეც უნდა გაიყვანონ მორიგ შეხლა შემოხლაში, რომელიც შემთხვევაში ქუჩაში მოხდა 4 ოქტომბერს. როდესაც უკვე ჩვენ სახეზე გვაქვს პირდაპირ აღიარება მოძალადეების მხრიდან, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა და პირდაპირ აღიარება, რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება. აი სად მიიყვანეს ხაბეიშვილის და მსგავსმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ადამიანები წაიყვანეს დანაშაულზე, სად მიიყვანა ბრიუსელმა ეს ადამიანები, რომლებმაც ეს ხალხი წაიყვანა დანაშაულზე, ეს უნდა გავიაზროთ კიდევ ერთხელ, რომ მოძალადეები ეს ხალხი ძალადობაზე და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების განზრახვის აღსრულებაზე წაიყვანეს გარედან წაქეზებით და მხარდაჭერით. კარგია თუ ადამიანების რაღაცა ნაწილი მაინც მიხვდება, რომ ის საიდკენაც ეს ადამიანები წაიყვანეს იყო დანაშაულებრივი გზა, რომელიც რა თქმა უნდა მიმართული იყო სახელმწიფოს და მათი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ მივესალმები, როდესაც ვინც შეძლებს და ამას გაათვითცნობიერებს და ამ გაგებით ასე ვთქვათ შეწყალებას მოითხოვს და მე ასეთ შემთხვევაში მიმაჩნია რომ სახელმწიფომ უნდა შესაბამისი ასე ვთქვათ სამართალდამცავმა სისტემა შესაბამისი შემოქმედი ნაბიჯებიც უნდა გადადგას. ადამიანმა აღიარეს 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესებში მონაწილეობა და ყველა მიხილა ეს ყველაფერი ისედაც ნათელი იყო საზოგადოებისთვის, იმდენადაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა ამ ყველაფრის ტრანსლირება. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ შეატოვა მართლმსაჯულებას ადამიანები, რომლებიც გამოიყენა ძალადობრივი პროცესებისათვის და ესკალაციისათვის და ეხლა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დაიბანა ხელი და თქვათ შეატოვა ისინი მართლმსაჯულებას. სავიზო თაღლითობისა და ყალბი ისტორიების შექმნისთვის დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს. საქმე ეხება შეერთებულ შტატებში თავშესაფრის უკანონოდ მიღების სქემას. პროკურატურის და ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 3 პირი, 6-ის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. დაკავებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს. საქმის პროკურორის ლაშა გამყრალიძის განცხადებით, ყალბი გამოგონილი ისტორიების საფუძველზე ეგრეთ წოდებულ თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო кейსების შექმნა ხდებოდა ისე, რომ არ არსებობდა არავითარი დოკუმენტი, რომ აღნიშნული პირები გარკვეული კუთხით იდევნებოდნენ. ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ალკოჰოლის ღონისძიების სახით დასვლის ხარეს ექნება გირაოს მოთხოვნა. დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ბრალის წარდგენა მოხდა. დაკავებულის პოზიციას რაც შეეხება ამას გავაჟღერებთ სასამართლოზე. ვერ გეტყვით ჯერჯერობით ვერაფერს, იმიტომ რომ არ გადმომცემები მტკიცებულები. ასეულობით მოქალაქეა ამ დანაშაულებულ ორგანიზებულ ჯგუფთან კომუნიკაციაში გამოვლენილი, რომლებიც დაზარალებულები არიან კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფის მხრიდან, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ყალბი გამოგონული ისტორიების საფუძველზე ხდებოდა ეგრეთ წოდებული кейსების, ანუ თავშესაფრის მიღებისათვის საჭირო кейსების შექმნა, ისე რომ არ არსებობდა არანაირი ოფიციალური დოკუმენტი, არანაირი ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პირები გარკვეული კუთხით იდევნებოდნენ მათი პოლიტიკური თუ სხვა სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა ნიშნით ამ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდნენ. მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით შეხვედრა დატვირთული და ნაყოფიერი იყო. შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაციები გაცვალეს კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. საუბარია 4 ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ გადაწყვეტილების მისაღებად მზადყოფნა თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. 4 პრეპარატიდან 2-თან დაკავშირებით შედარებით ნაკლები კითხვები არსებობს, თუმცა საკითხი დეტალურ ანალიზს საჭიროებს. მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმის მიხედვით, თუ რა იქნება სასარგებლო პაციენტისთვის. რაც შეეხება მშობლების პოზიციას, მათ მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შეხვედრა იმედის მომცემი იყო. მიღწეულია შეთანხმება, რომ სამუშაო ფორმატი შეიქმნა, სადაც მედიკამენტებსა და მკურნალობის მეთოდებზე უფრო დეტალურად იმსჯელებენ. ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც უნდა ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მზადდებოდეს. რაც შეეხება საკუთრივ გადაწყვეტილებას, ამ მიმართულებით ბუნებრივია, რომ ამას მუშაობა დასჭირდება და ბუნებრივია, რომ ამ მუშაობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამას ვსაუბრობთ.
ამასაც პირველივე დღიდან და ესეც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არ არის მარტივი ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ეს ვინაიდან საუბარია 4 ტიპის, ასე ვთქვათ, მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი აბსოლუტურად თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. მე ადრეც აღვნიშნე, რომ აი ამ დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით გარკვეული ნაკლები კითხვები არსებობს და ვთქვათ, სხვასთან მიმართებაში მეტია ეს კითხვები. უპირველესად ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო თითოეული იმ პაციენტისთვის, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ასეთი გადაწყვეტილებები. ჩვენ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა, ამ საკითხებზე კიდევ გაგრძელდება მსჯელობა და როგორც ეს დასაწყისშიც აღინიშნა, რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება იყოს მზად მიღებისთვის. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, გავცვალეთ ინფორმაციები. ჩვენ ვხედავთ უკვე მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და ჩვენ შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ფორმატი, ჩვენ დაახლოებით მაქსიმუმზე ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს გავვლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა. თითოეული კითხვა იყო, ჩვენ დავწმუნდით ამაში, მიმართული იმისკენ, რომ მართლაც გადაიდგას კმენთი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს იყო მართლაც იმედის მომცემი შეხვედრა, რაც აქამდე გქონია ჩვენ. ორივე მხარეს ამ შემთხვევაში მშობლებს და ხელისუფლებას ორივეს გვაქვს ერთი მიზანი. ეს იყო ნამდვილად კაფეო შეთანხმება და ეს არის ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა. ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ერთმანეთის მიმართ მწვავე საჯარო კრიტიკის მიზეზი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილები გახდა. მას შემდეგ, რაც ლელოს ერთ-ერთმა წევრმა გრიგოლ გეგელიამ ღიად დაადასტურა, რომ დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრაზე შტატების ადმინისტრაციამ ხელისუფლების ოპონენტებს ბოიკოტის პოლიტიკა დაუწუნა, ნიკა გვარამიამ კოლეგას სიცრუეში დაადანაშაულა. ბრალდებას სოციალურ ქსელშივე უპასუხა გრიგოლ გეგელიამ, რომელმაც გვარამიას კეთილსინდისიერებასა და ინგლისურის ცოდნაში ეჭვი შეიტანა. ნაციონალურ მოძრაობაში უჭირთ უარყოფა, რომ შტატების ადმინისტრაციისგან ოპოზიციამ საყვედური მიიღო. სახელმწიფო გუნდში კი აღნიშნავენ, რომ მათი ოპონენტები ბოიკოტისგან ბაიდენის ადმინისტრაციამ წაახალისა. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის შემდეგ კი მათმა ნაწილმა პოზიცია შეცვალა, რაც შალვა პაპუაშვილის თქმით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი სწორედ გარედან მიღებულ დავალებებზეა დამოკიდებული. გრიგოლ გეგელიას უთქვამს, ტევ პირველზე ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, მარტივად რომ თქვათ, ან გრიგოლ გეგელიას სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან გრიგოლ გეგელია იტყუება მსგავსი, არაფერი ამერიკელებს არ უთქვამთ. ნიკა გვარამიას ან ინგლისურთან აქვს პრობლემა, ან კეთილსინდისიერებასთან. ინგლისური თუ არ გესმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ქართულადაც მკაფიოდ დაწერა საჯაროდ, რა ჰქონია ამერიკას სწორი. გეგელიას შეფასება არ სჭირდება იმის გაგებას, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრაზეც თქვა და ოფიციალურ განცხადებაშიც. როცა ვერც ერთ ენაზე იგებს სათქმელს, ეს სხვა ტიპის პრობლემაზე მიგვითითებს. მესმის, რომ გაწმილებულები ხართ, რადგან სასურველი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს იოტის ოდენადაც არ მატარდება. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მათ შორის ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც და რა თქმა უნდა სხვა პარტიის წარმომადგენლებიც. საუბარი რა თქმა უნდა ეხება ყველა მტკივნეულ საკითხს. ამ შემთხვევაში ამერიკას სურს, რომ ქვეყანაში კრიზისი განიმუხტოს. ჩემი ინფორმაციით ბატონ გრიგოლ გეგელი არ გახლავთ ამერიკის ასე ვთქვათ წარმომადგენელი საქართველოში და არც ასე ვთქვათ სპიკერი გახლავთ, ამიტომაც მას ეხა თავის პარტიული დღის წესრიგი აქვს და რა სიტყვის უნდა განვიხილოთ, როგორც არა ამერიკის პოზიცია, არამედ როგორც გრიგოლ გეგელიას პოზიცია და ლელოს პოზიცია. განცხადებიდანაც ნახეთ ჩვენ, თუ რა დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების მიღმა, ხელისუფლების შეცვლის მცდელობებისგან და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოიკოტირების მიმართ. აი ეს არის, სადაც აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც არა საკუთარი ამომრჩევლს უსმენენ, არამედ უსმენენ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელობას. რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან 2020 წელს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა რადიკალურ ოპოზიციას მანდატები და დღეს იმკიან იმას, რაც სადაც შევიდნენ იმის გამო,
რომ მოусმინეს არა ქართულ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. ლელო და ცისხვები ერთმანეთში ამ საკითხზე კამათობენ და თავად მანდატები რო დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და მითითებით. და დღეს შეიცვალეს აზრი, იმიტომ რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი იცვლება, იმის ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან. ამას მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებთ ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივად თავს თავაზობენ სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები. აქ მოგეთ არც ინგლისურის სოდნაზეა საქმე და არც არაფერზე. არავის არ უნდა თავისი, ასე ვთქვათ, რო იტყვიან კატასტროფული შეცდომის აღიარება. ეგ არის მეტი არაფერი არ არის. აქ არც ინგლისურია, არც ფრანგული და არც ქართული მთავარი. ეგ არის ის კატასტროფა, რომელიც მათ არა მარტო საპარლამენტო ცხოვრებასთან დაკავშირებით, საქართველოს მიმართ ჩაიდინეს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. 2027 წელს კი EBRD-ის უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით საქართველოში 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ბანკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს, თუმცა ზრდის შემოფერხებელ საგარეო რისკებზეც მიუთითებენ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა, რადგან ის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას და იმპორტირებული ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს. აღნიშნულია ანგარიშში. ზრდა განსაკუთრებით ხაზგასმელია იმ ფონზე, როცა ბანკმა არაერთი რეგიონის, ასევე ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირების მიმართულებით დააკორექტირა. ჩვენი მოლოდინია, რომ როგორც 2026 წელს, ასევე 2027 წელს საქართველოს შენარჩუნდება იმაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ის დონეზე და გამოქვეყნა ანალიზი, რომელიც მიუთითებს საქართველოს წარმატებას, როგორც 2025 წელს, ისე მოსწავლეთა წარმატებას 2026 წელს. აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმატებით შეასრულა ბევრი ამოცანა, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, გაუმჯობესდა ვალის მაჩვენებელი სახელმწიფოსი და გაუმჯობესდა ზოგადად მდგომარეობა, საქართველოს აგზელებს ძლიერ ზრდას და საერთაშორისო ინსტიტუტები რეგულარულად აქვეყნებენ გაუმჯობესებულ პროგნოზს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად და საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობისთვის მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების საბჭოს ბორდზე დამტკიცდა ცესხი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის. პროექტის განსახორციელებლად EBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 372 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რკინიგზისთვის ელექტროსარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტროქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალური გაძლიერებას და ბადიაურისა და ჩალაუბნამდე და ასევე ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე, ასევე გურჯაანიდან თელავამდე საავტომობილო გზების მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს მათ შორის სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს და ხიდებს. ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მურიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობის და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. თბილისში 93 საჯარო სკოლის ახალი შენობა შენდება, სასწავლო დაწესებულება 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სრულად აღჭურვილი საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზი და კეთილმოწყობილი ეზო. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან გადმოეცა და სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ. სკოლა აღიჭურება და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ხარისხი და ვადები, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება ისწავლონ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სკოლებში. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და ინფრასტრუქტურის მინისტრი შეგვიძლია, რომ წლის ბოლომდე ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა უკეთეს გარემოში გააგრძელონ სწავლა. ვიმედოვნებთ, რომ 2026-27 სასწავლო წლიდან ჩვენს მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება დავიწყოთ სწავლა ახალ შენობაში.
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში რევა ზინანიშვილის დაბადების 100 წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. მსახიობებმა მწერლის ნაწარმოებები წაიკითხეს, ნაჩვენები იყო დოკუმენტური ჩანახატი და საიუბილეო ალბომი. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აკადემიური წრის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა გიორგი გაბუნიამ რევა ზინანიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა მისი კრებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ფაქტია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ესეთი მნიშვნელოვანი მამული შვილები, ღირსეული ჩვენი ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ყოველთვის გვახსოვდეს მისი შემოქმედება, ყოველთვის გვახსოვდეს და პატივი მივაღოთ მის ხსოვნას. ეს არის რეზო ინანიშვილის შედევრებით სავსე კრებული, აქ არის დიდი ქართველების მოგონებები, ლექსები რეზო ინანიშვილზე და უნიკალური ფოტო არქივი, ის რაც დღემდე არ უნახია საქართველოს. ბატონ რეზო ინანიშვილს აქ ასეთი სიტყვები, რომ წერალი უნდა გავდეს წირს, რომელიც დადის ბრძოლის ველზე და ადამიანს ჭრილობებს უხორცებსო. აი სწორედ ბატონი რევაზის თვითოული მოთხრობა არის ის მალამო, რაც ასე ჭირდება თანამედროვე სამყაროს. მან არა მხოლოდ ლიტერატურაში, საერთოდ საზოგადოებრივ ურთიერთობაში დატოვა უაღრესად აი ღირსეული სულიერებით სავსე მოგონება ყველასთვის. აღარაფერს ვამბობ კინოზე, ესე იგი რა შესანიშნავი სცენარები აქვს მას გაკეთებული, მოთხრობებზე, რომელიც მე ინსცენირებული იყო და ასე კინემატოგრაფიულად გადაღებული. მას შემდეგ რაც ბატონმა რეზომ ხელში აიღო კალამი, უბრალოდ რაც დაიბეჭდა მისი პირველი ნაწარმოები, ის იყო ცოცხალი კლასიკოსი და ცხადია, ის არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საერთო სახალხო და პოპულარული ავტორი. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის პირველმა შეჯიბრმა სტარტი უკვე აიღო და გამარჯვებულებიც ცნობილია. დღეს ერთმანეთს სურვაში რამდენიმე რეგიონის სპორტსმენი შეეჯიბრა. პირველი ჩემპიონი გოგონათა შორის თბილისელი ანა ივანოვა გახდა, ვაჟთა შორის კი ლაზარე სიხარულიძე. ფესტივალის გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა. ოლიმპიური ფესტივალი პირველი მულტისპორტული მასშტაბური შეჯიბრებაა, რომელშიც საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები ჩაერთვნენ. შეჯიბრის სპორტის 17 სახეობაში იმართება და მასში 14-დან 17 წლამდე ასაკის 1200 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საშეჯიბრო ნაწილი აქტიურ ფაზაშია. დღეს ჩვენ დავესწარი ვაჟების და გოგონების ცურვას, სადაც მოვახდინეთ მათი დაჯილდოება. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ დღეს გამარჯვებული თითოეულ სპორტის სახეობაში სპორტსმენები მომავალში არაერთხელ დაასახელებენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს. ნიშანდობლივია, რომ პირველად ამ აუგში ჩატარდეს ღონისძიება, ტარდება ღონისძიება და მე მინდა ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებს უსურვო წარმატებები. მოხარული ვარ, რომ ოქრო ავიღე და იმედი მაქვს, რომ შემდეგ უფრო მეტ ეგეთ ოლიმპიურ მედალებს ავიღებ და კარგ შედეგებს დავუდგე. ძალიან მიხარია, რომ ოლიმპიური медаლი ავიღე, ისტორიული медаლია და ალბათ კიდევ ბევრ медаლს ავიღებ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე გვან საჩხეიძემ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გამახვილა, როგორებიცაა სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე. პრეზენტაცია პარაგრაფ თბილისში გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე და აპარატის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. წარვადგინე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში. ჩვენ ვართ კომუნიკაციების კომისიაში მომხმარებლის ხმა. დარგში არსებობს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, რომელიც ყველანაირად არის მზად, რომ დახმარება გაუწიოს მომხმარებლებს. მოგეხსენებათ, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და პოპულარიზაციის ნაწილში ძალიან აქტიურად არიან სკოლებთან ჩართული მთელი აპარატი. ასეთი ყახალი ამბებით 16 საათზე მე გემშვიდობებით, ეთერს კი პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.